შენ დროს რას ეძახიან ვიზია? უმაღლესი კომპლექტაცია. ჩვენ გვყავს 50 ავტომობილი. ხვალიდან ვინც შეგვიკვეთავს ჩვენ ამ ავტომობილს და გზაში არის და ვინც დააბევებს ჩვენ ავტომობილს მივცემთ $30,500 ეკვივალენტ ლარში. კიდევ ვიმეორებ, მე რო არ იყოს გაუგებრობა. ბიძია. ორჯერ უნდა უთხრა კაცს. და ორჯერ რო ეტყვიდა, რო ვერ გაიგებს და მაინც კარი აქით არის, ეტყვი რომ აქით წადი, კარი ღიაა და აქით მიდის დაკეტილისკენ, ფანჯრისკენ და ამტრევს და გადახდება, მერე ფეხს მოიმტრევს, ხო? ბევრმა მოიმტრია ფეხი, ხო? როგორ შეიძლება ქუჩა იყიდულობდე ავტომობილს, ხო? $30,500. რო ჩახვიდე ახლა პეკინში და იყიდო და ჩამოიყვანო დაგიждებ ერთი $50,000. $30,500-ად ჩვენ თბილისში მივცემ 10 წლიანი გარანტიით Jetour T2-ს 26 წლის მოდელი. აი აჩვენეთ თავისი ოღონდ ყველაზე კარგი ნავაროჩენი იყო ჩემ დროს ესა ეძახდნენ თქვენ დროს უმაღლესი კომპლექტაციით აქსესუარები ეს კიდევ აი შეხედეთ სხვა თემა ნებისმიერი აქსესუარი რამე თუ უნდა პრობლემა არ არის. ბატონო გიორგი კიდევ ერჯერ გავიმეორეთ ჩვენ 26 წლის მოდელ ავტომობილებს ვაძლევთ ამ ფასში T2-ს. ხოლო აი ეს ავტომობილი აქ ადგილზე მყავს და მობრძანდით და შეიძინეთ. რაც ადგილზე მყავს, ადგილზე თავის ფასი ექნება. რაც შეეხება ამ ავტომობილს. ლისიანგ 6, ლი 6. მოდი ცოტა მოწი ერთი. ჩვენ თურმე მე არ ვიცოდი. აბაშაში, ჩხოროწყუში, მარტვილში, სენაკში, ზუგდიდში თურმე ყველგან გვიყურებენ და სამეგრელოში დაიწყო ავტომობილების გაყიდვა. რატომ? იმიტომ რომ კარგ ფასში აძლევ და კარგ ავტომობილს. მეგრელები. ახლა ავტომობილი ცუდი რო იყოს ჩვენ მეგრელებს ვაკადრებთ ან ვინმე ეს არავის. აი ეს ავტომობილები რომლებსაც ჩვენ ვყიდით ეს არის საუკეთესო ავტომობილები რომლებიც გუშინ ფოჩი გაიყიდა, აბაშაში გაიყიდა, სენაკში გაიყიდა, ზუგდიდში გაიყიდა, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ერთი ვინმე არის